მოსაცემო ადამიანს, ჩემთვის და ჩემს მეგობარს, ნიკა მელიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს. ნიკა, მოგესალმები. დიდი ხანია ჩვენ ეს ეთერში არ შევხვედრივართ ერთმანეთს და არის ბევრი თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ. მით უმეტეს შენგან ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფერზე აზრის მოსმენა. მით უმეტეს ესეთ კრიზისულ ვითარებაში, როგორშიც დღეს იმყოფება ქვეყანა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მის მიმართ ყოველდღიურად, ფაქტიურად მიუხედავად იმისა, რომ გორის ჰოსპიტალში თითქოს მისი მდგომარეობა ერთი შეხედვით უკეთესი უნდა იყოს და თითქოს იყო კიდეც, ხო? აი გუშინ რასაც უყურეთ ყველამ ერთად და გუშინდელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას რაღაც იგივე სადამსჯელო ოპერაცია გდანის ბადრაგი შევიდა და ასე შემდეგ გრძელდება მისი დამცირება, მისი წამება, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მისი დასჯა, მასზე შურისძიება. აი ეს მაინტერესებს. რა ქვია ამას შენი აზრით? როგორ უნდა დასრულდეს ეს პროცესი? რას ემსახურება ეს ყველაფერი და ფაქტია ის, რომ ხელისუფლება არ უშვებს შანსს, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ყოველ ჯერზე. აი ჩემთვის ამას პროვოკაცია ქვია. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში წამება ახსენეთ და არადამიანური მოპყრობა და ორი სიტყვით გავიხსენოთ და ვიტყვი თქვენის ნებართვით, ბევრი საუბარი არ დამჭირდეს. ეს რომ ასე არის დაადასტურა ყველაზე ავტორიტეტულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაცია Amnesty International-მა, ხო, ნომერ პირველი ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, ხო, თავისი რეპუტაციით და ავტორიტეტით მსოფლიოში 10 წლეულების განმავლობაში, თუ ავსწრებით დაახლოებით 60 წელიწადია, რაც ოპერირებს და მსოფლიო პოლიტიკის ფორმირებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აი ამ ორგანიზაციამ თქვა ის, რაც თქვა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ნაკლებად შეიძლება საინტერესო იყოს ამ კუთხით რა სიტყვის ოპოზიციონერი ნიკა მელია რომ დაადასტუროს ეს 100 არის თუ არა 100 არის ძვირფასო მაყურებლებო და საქართველოს მოქალაქეებო 100 არის არაერთი ფაქტი ჩვენ ვიცით ამაზე ვსაუბრობდით და შუაგზაზე ყველაზე ისე გამიმეორება ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ეს დაადასტურა მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში მას ეპრობიან ისე როგორც ალბათ ხშირ შემთხვევაში მართლაც ტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიერ ასე თქვათ კლანჭებში ჩავარდნილ ტყვეებს არ მოექცეოდნენ მაგრამ ეს არის ის რაც არის და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ყველაფერთან ერთად ძალიან ჭკვიანური ნაბიჯები გადავდგათ, იმიტომ რომ მე მithქვავს გავიმეორებ ბევრს უთქვამს რომ ეს ყველაფერი არ ხდება და არ იგეგმება ინგოროყვას ქუჩაზე, ხო, ინგოროყვას 7 ნომერია, ხო, ეს კანცელარია და არც შუშის სასახლეში. არც მალავენ კრემლში მაღალჩინოსნები ერთმანეთს ურჩევენ კრემლის იდეოლოგები სულ უფრო და უფრო ხმამაღლად საუბრობენ, აი სულ რამდენიმე დღის წინ მთავარმა ერთ-ერთმა იდეოლოგმა ბატონმა სურკოვმა განაცხადა, რომ რუსებმა, ანუ პუტინმა უნდა მოახერხოს ქაოსის გენერირება მის სამეზობლოში და რასაკვირველია პირველ რიგში უკრაინაში და რა თქმა უნდა საქართველოში, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისადმი არის მოლოდინი, ძალიან მალე ისინი დაიღლებიან პუტინის რეჟიმით და ჭირდებათ ყურადღების გადატანა და ღიათ უბრალოდ აი ესეთი რაღაცა პროგრამული სტატია დაწერა ამ ბატონმა და არც მალავენ ხო ამ ყველაფერს და ამას ვადევნებთ ჩვენს ქვეყანაშიც და ანუ ამას ამბობ ხო აი ამ ვითარებაში რა არის მაშინ აი ჭკვიანურად გადადგმული ჭკვიანური ქმედებები ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან საზოგადოების მხრიდან რატომ უნდა გადაიდგას განსაკუთრებით ამისთვის მინდოდა ხაზის გასვლა რომ მე ვატყობ ხშირად ჩემი ძალიან კარგი მეგობრებიც კი ვარდები მდგომარეობაში ავიწყდებათ. მათ მართლა გონია თუ ჩვენი მოწინააღმდეგე არის ღარიბაშვილი მურუსიძე და ივანიშვილი, ხო? არ მალავს ის რუსი და გეუბნება რომ ყველაფერს ვაკეთებ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებისთვის ჩემს სამეზობლოში, სამოქალაქო ომის გაჩაღებისთვის, იმიტომ რომ მას სჭირდება პუტინის რეჟიმი რო იყოს ძლიერი რუსეთის ფედერაციის ფარგლებში, მას სჭირდება მის სამეზობლოში სისხლისღვრა სამოქალაქო დაპირისპირება. ამიტომ რას უპირისპირებთ ამას თქვენ, ნიკა? ამას უნდა მაქსიმალური კონსოლიდაცია, მაქსიმალური სიფხიზლე, სისტემური საპროტესტო მოძრაობა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან აქტიური მუშაობა. არაფერს თითქოს ახლაც არ ვამბობ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თანამდებრულები ვიყოთ. მე მესმის
და ამ დროს მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში. აი დღეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის რეზიდენციასთან აქცია და სამოქალაქო პროტესტი, ასე ვთქვათ, ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ და მოთხოვნა იყო ასეთი, რომ მან განმუხტოს რაღაც ეს კრიზისი, იმიტომ რომ ადამიანები თვლიან, რომ ამჯერად მის ხელშიც არის სწორედ ეს გასაღები. არა და არასდროს ამბობს ზურაბიშვილი, დღესაც პრინციპში იგივე გაიმეორა. საზოგადოებრივად აქტიური წევრები დიახაც ყველაფერს ცდილობენ თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ პროცესები მშვიდობიანად, ვინ მინდა ისინი მართლაც ამას აკეთებენ, მშვიდობიანად წარიმართოს და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტს რამდენადაც არ უნდა მოვიწონებდნენ, ან მოიწონებდნენ ისინი, ოდესაც მათზე საუბრობ ასე ვიტყოდი. ეხლა ბოლა შეიძლება ითქვას რაღაც ხალხს მოეჭიდნენ, ხო, კარგი გაგებით, მაგრამ პასუხმაც არ დაახანა, ხო, ქალბატონი ზურაბიშვილისგან. აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ კლავ ერთი ნაბიჯით უკან წავალ, მიმაჩნია რომ აი ეს ძირგაუმთხრელი სახელმწიფო, რომლის სპეცსამსახურის წარმომადგენლები აქ ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს სხვადასხვა სტატუსით და გეგმავენ სხვადასხვა ოპერაციებს, ეს ქალბატონიც მათ რიგებში დგას. მართლაც ნუ მე ჩემი პოზიცია არავის თავს არ ვახვევ, ბევრი თანამოაზრე ყავს ამ საკითხში, შეიძლება რაღაც ნაწილი არ დამეთანხმოს, არ არის ეს ქალბატონი სუვერენული, არ არის დამოკიდებული საკუთარ თავზე, ისევე როგორც ჩვენი აღმასრულებელი თუ რა ვიცი საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლებები სამივე შტო. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, ვახსოვდეს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე არის არც მეტი და არც ნაკლები კრემლი და მის ქვეშ ყოფი გამდიდრებული ხალხის ხარჯზე, ქართული ხალხის ხარჯზე ოლიგარქი, რომელსაც ხელთ უპყრია ყველა სადავეები ჯერჯერობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო ბერკეტები მყარად უპყრია ხელს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ოპოზიციამ საზოგადოებასთან ერთად მიშას თავდადებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დღის სინათლეზე საბოლოოდ გამოიყვანა ხელისუფლება და მან თქვა, რომ ჩემი ერთად დასაყრდენი არის პოლიციური ძალები. მორჩა გათავდა, არ მაინტერესებს არც ეკონომიკური დარგი, არც სხვა მიმართულებები, მე იმაზე საუბარიც კი არ შემიძლია, თუ რა ბედიელის 800,000 პენსიონერს, იმიტომ რომ ამაზე როდესაც დავიწყებ საუბარს, რომ შემეძლოს, მე ხელიდან გამექცევა სადავეები, იმიტომ რომ პოლიტიკურად ვარ გაბანკროტებული. რეალურად თავიდან ბოლომდე სპეცნაზზე დგას და პოლიციურ ზონდერ დაჯგუფებებზე. აქედან გამომდინარე ჩვენ ეს მოცემულობა აი აქედან გამომდინარე რას სწორი სვლები უნდა აი მოდი ახლა ვილაპარაკოთ ამ სწორ სვლებზე. მოდი დავიწყოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზიდან. შენ როგორ ხედავ? შენ ხარ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიის ლიდერი, ადამიანი, რომელსაც უამრავი მხარდამჭერი ყავს, მაგრამ ელენეც ამბობდა, ასევე მას ყავს ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეც. ის არის ციხეში. რა არის ახლა ნომერ პირველი ამოცანა? ვადამდელი არჩევნები, მიშას გათავისუფლება, ეს ერთად ხდება თუ აი როგორ ხედავ ამას, როგორ მივდივართ აქამდე? არც გვინდა რომ როდესმე არსებობდეს ისეთი მოცემულობა იმ პერიოდში მოგვიწევს ცხოვრება, სადაც ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოს აბსოლუტური ხარდაჭერა იქნება ნორმალურია. ახლა მიხეილ სააკაშვილს თუ ყავს დიდი არმია, ანუ ხარდაჭერების და ვიღაცას არ მოწონს, რაც თქვენ თქვით და ნებისმიერ ჩვენთან მიმართებაში არის ეს დამოკიდებული, მასთან მიმართებაში სხვა მასშტაბშია, ნორმალურია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს უფლება, რომ მოიწონოს, ან ხმა არ ამოიღოს, რაც არ უნდა არ გვეთანხმებოდნენ და არ მოვწონდეთ, არ იზიარებდნენ ჩვენ ხედვებს ადამიანის წამება და ამის თაობაზე არ საუბრობდნენ. სამწუხაროდ ხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ხმასაც არ იღებს და ესეც ოლიგარქიული რეჟიმის გვერდითი ეფექტი არის. წლების განმავლობაში თითქოს გაუჩინარდა ათეულობით ის მოლაპარაკე თავი, რომლებიც საერთო სტუდიებში, ტელეინტერვიუებს არ იგებდნენ წინა ხელისუფლების. ბევრი ადამიანი წავიდა, იძულებული გახდა, რომ ქვეყნიდანაც წასულიყო. წინა ხელისუფლების ოპოზიციაში აქტიურად იყვნენ და ხშირ შემთხვევაში სამართლიათაც აკრიტიკებდნენ. სად არიან ეს ადამიანები? არა, მე იმ ადამიანებს გულისხმობ, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს. ხო, ბევრი მათგანი, მე მგონი, ამ სტუდიაში ვთქვი ერთხელ, ბევრი მათგანი უბრალოდ არის ოლიგარქის, იცით,
payroll-ზე, ანუ ხელფასუხტის თავიდან ეს ყველაფერი აღიქმებოდა, რომ რა კარგია, რომ ესეთი მეცენატი ადამიანი ყავს, რომ კულტურის თანამშრომლებს, პოეტებს, მსახიობებს, აქტიურ ადამიანებს, საზოგადოების წევრებს გულისხმობ ხელფასუხტის, რომ ისინი უბრალოდ საკუთარი ღირსების შენარჩუნებას ახერხებდნენ, ხო? მაგრამ გავიდა წლები და დავინახეთ, რომ ეს ადამიანები მოწდნენ საზოგადოების ცხოვრებას და მე ვერ დამარწმუნებს ვერც ერთი მათგანი და ვერავინ საერთოდ ამ ქვეყანაში, რომ დაახლოებით 20 ადამიანს გულისხმობ არ ჩამოთვლე ხა მათ სახელმწიფოს ვიწრო წელიწადში. მინდოდა მეკითხა რომ ერთი-ორი მაინც მითხარით. სად არის რატო აღარ ჩანან ტელეეთერებში? ნუ თუ ყველაფერი ამ წლების განმავლობაში მოწონთ? არა. იმიტომ რომ ბიზინა იმანიშვილმა ეს სტანდარტი დააწესა და ანკეზე წამოაგო ამ მიმართულებითაც ბევრი ადამიანი და გაანეიტრალა. გაანეიტრალა. მე არ ვაკადრებ მათ ისინი გაიყიდნენ, მაგრამ ადამიანურადაც დაასუსტა, ხო, როდესაც იცის ცალკე აღებულმა ერთდრო ძალიან აქტიურმა საზოგადოებრივად მოქალაქემ, რომ 10 წლის განმავლობაში თუ 12 წლის განმავლობაში ბიზინა ივანიშვილის რაღაცა ფონდი ხელფასუხტი 3 თუ 4,000 ლარს ვეღარ აკრიტიკებს, მორალურად განადგურდა, გესმით? და უწევს მორალურ და ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა. მიხეილ სააკაშვილის თემას და დაუბრუნდეთ ოპოზიციის ბრძოლის გზას. იცით რა არის, ყველა გეგმის თაობაზე შერიგებაზე უნდა კითხვა აუცილებლად. ყველა გეგმის თაობაზე ღია ეთერებში ვერ ვისაუბრებთ, არც არის სწორი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ დისციპლინებული და ორგანიზებული მართლაც მოძრაობის გარეშე, სადაც შედეგზე იქნება პროცესი ორიენტირებული, წარმატებას ვერ მივახცევთ. რა არის შედეგი, ნიკა? რა ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის და ამ უკანასკნელ თვენახევრის განმავლობაში 14 ადამიანი ყავს პატიმრობაში. 14 ადამიანი წინა საარჩევნო პირველი და მეორე ტურამდე დაიწყო დაკავებები და გაგრძელდა აი ბოლო დღეებამდე, როდესაც ბაჩო თავლიანი დააკავეს, ხო? და მანამდე ადამიანებს ხედავდით როგორ აკავდნენ ტროტუარზე დგომის გამო. ანუ ჩვენ ყავს 14 ადამიანი დღეს პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მხოლოდ უკანასკნელი 2 თვის ასე ვთქვათ მონაცემებს თუ ავიღებთ. მე რა თქმა უნდა არ ვერიდები საჯაროდ საუბარს იმ ასე ვთქვათ დოზით, რაც შეიძლება რომ თქვა საჯაროდ, რომ პროცესები შეიძლება დიახაც გავამწვავო ხვალა ზეგას მაზეგას, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ერთჯერადი და ორჯერ. შედეგზე უნდა ვიყო ორიენტირებული და ვიცოდე, როდესაც მართლაც სხვა რეგისტრში და ხარისხში დაიწყება საპროტესტო მოძრაობა, ეს იყოს უწყვეტი, მძლავრი, ზოგჯერ ტალღებად, მაგრამ მზარდი, რაც ყველაზე აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ თუ არა იმაზე, რომ შეიძლება სააკაშვილს ბევრად დიდხანს მოუწიოს ციხეში ყოფნა. პიკი ამ საპროტესტო ტექნიკ გიპასუხეთ კონკრეტულად ამ კითხვაზე. პიკი ამ საპროტესტო მოძრაობას აუცილებლად ექნება, ეკა. პიკი ამ საპროტესტო მოძრაობას აუცილებლად ექნება. ექნება და ამ პიკისთვისაც დიახაც შესაბამისი მზადება არის საჭირო, აქ ხედველობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ის რაც მწამს, რომ ასე უნდა იყოს არაძალადობრივი მზარდი პროტესტი, რომელიც მართლა შედეგზე გაგვიყვანს და ცვლილებებს მოუტანს ამ ქვეყანას. მანამდე ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხელისუფლება მიხდეს, რომ ეს დღე, როდესაც დაიწყება საპროტესტო მძლავრი პროტესტი და აღარ დასრულდება, მართლაც აი ძალიან ორგანიზებული, რასაც რესურსებით გაძლიერება და აქამდე მივა აუცილებლად ოპოზიცია, მაგას ამბობს ეხანიკა მე. არა მარტო ოპოზიცია, აუცილებლად მთელი საზოგადოება, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ რა მდგომარეობაში ვართ. მანამდე გონს უნდა მოუხმონ და მიხეილ სააკაშვილის დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს თავი დავანებოთ. უბრალოდ მართლაც ჩემი როგორც ერთი საქართველოს მოქალაქის პოზიცია არ იმსახურებს იყოს უბრალოდ პატიმარი კი არა, ტყვეობაში ხო განსაკუთრებით. ნებისმიერი სახის სულ არანორმალურად საუკეთესო პირობები იყო ციხის გატეხვას მთხოვდაო ზოგიერთიო და ამას ვერანაირად რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ არ არის თქმა მინდა, აი რა გზა არის მაშინ დააკვირდით ეხლა სტრასბურგია გზა თუ აი რა არის გზა შენი აზრით მისი გათავისუფლების? რამდენიმე მიმართულებით მუშაობთ, რამდენიმე გეგმა მუშავდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდხანს არ მოუწევს ტყვეობაში ყოფნა. ნუ თითქმის მჯერა, ვიდრე ვფიქრობ, რომ დიდხანს მას არ მოუწევს, იმიტომ ქართული ოცნება აცნობიერებს
რომ მისთვის არის პირველ რიგში ძალიან დიდი, ვიულად ვთქვა, დისკომფორტი. უბრალოდ თქონდა რატომღაც ასე დესტაბილიზაცია და კრიზისი, კი, გულუბრყვილო მოლოდინი, რომ ერთი მიხეილ სააკაშვილს გატეხავდნენ, უბრალოდ მართლა გატეხავდნენ და ადამიანს მორალურად, ფსიქოლოგიურად, არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებაზე საუბარი, მორალურად და ფსიქოლოგიურად გაანადგურებდნენ და ძალიან წარედ შეცდნენ. და მეორე მხრივ ცდილობდნენ, კი იცით, რასაც ცდილობდნენ, არა მხოლოდ დამოუკიდებად, არამედ დარწმუნებული ვარ, რაც უნდა ხმამაღლა ჟღერდეს რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გამოეწვიათ და რაც ვერ მიიღო ქართულმა ოცნებამ ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშიც ამოცანები მათ გაუვალდებოდათ, მაგრამ ვერ მივართვით ისაც მათამდე. რაც ძალიან კარგია და მე იმედი მაქვს, რომ შეძლებთ ოპოზიცია ამის აცილებას. ნიკ, აი შედეგზე როცა საუბრობთ. გათავისუფლების და ყველობიდან დაახსნის ვერც ერთი ადამიანი თელ სოფლიოში ვერ იტყვის, ხო? მე მინდა ერთი კითხვა მოვასწრო, ვიდრე დავასრულებთ საუბარს და უნდა გკითხო აუცილებლად ამის შესახებ. აი შენ როდესაც საუბრობ, შედეგი უნდა დადგეს, ხელისუფლების ცვლილება არის შედეგი. ხელისუფლების ცვლილებამდე გზა ეს შედეგი რომ დადგეს, რა თქმა უნდა არის ვადამდელი არჩევნები. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით დღეს ძალიან საინტერესო, მე პირადად ვუსმენდი ნუგზარ ციკლაურს და ჩემს მოსმენილს მოგიყვები, ეხლა არ ვიცი შენ უსმენდი თუ არა, რომელმაც თქვა ასეთი რამ, თქვენი თანაგუნდელი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი და სხვა ტყვეები იქნებიან გათავისუფლებული, თუ ჩვენ მივიღებთ იმ დაპირებას პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რა დაპირებაც მოგვცა ქართულმა ოცნებამ და ამას მივიღებთ 2024 წლისთვის, შეიძლება ნაციონალური მოძრაობისთვის არ იყოს ვადამდელი არჩევნები პირველი რიგის პრიორიტეტული ამოცანაო, ამბობს ოღონდ ესო ჩემი სუბიექტური აზრიაო თქვა. მე დარწმუნებული ვარ, განხილული თუ გაქვთ ეს თემა და ეთანხმებით თუ არა, რომ აი ამ შემთხვევაში შეიძლება აღარ იფიქროთ ვადამდელ არჩევნებზე. ჩვენ მეგობრები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობთ, დარწმუნებული ვარ, ოდნავ სხვა კონტექსტშიც იქნება და ნათქვამი და შესაძლებელია მე თავად არ მისმენია სხვა რამე უნდა და წარმოეჩინა, რომ იმდენად მართლაც კონსტრუქციულია დღეს ოპოზიცია, იმდენად პასუხისგებლიანია, ხომ, რომ მოქნილობას ინარჩუნებს განსხვავებით ქართული ოცნებისა, განსხვავებით რეჟიმისა. ეხლა რეჟიმისთვის პატიმარი ადამიანების გათავისუფლება უკვე იმ ნიშნულამდე მივიდა, არის პრაქტიკულად მომაკვდინებელი გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქართული ოცნებამ ხედველობაში თავისუფლად მოსიარულე ადამიანებს, აქტივისტებს ქუჩაში ვეღარ ეგუებიან, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ეს არის მათთვის საფრთხე და არცეთ უკონტროლო ბოლომდე უწყებას, საბჭოს, ფედერაციასაც კი ვერ ეგუებიან, აი დღეს, ხო? ნუ აი ისეთი რამ აკადრეს მოქმედ კალაბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და ერთადერთი მე მგონი ერთადერთი ფედერაცია იყო სპორტული, სადაც სრული კონტროლი არ ჰქონდა ქართულ ოცნებას დაწესებული და იქაც ქართული ოცნების დეპუტატი მიავლინეს და რასოუსის ქვეშ რომ თითქოს 100 მილიონს დავხარჯავთ ჩვენ ქართულ კალათბურთში და რა ხო არ გვახსენდება შემთხვევით 500 მილიონს დავხარჯავთ ქართულ ფეხბურთში და ამიტომ ჭირდება მე კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და ამის გამო რა არ იკადრეს და ნარკოტიკები ჩაუდეს ადამიანებს და რაგბის ფედერაციაში რა იკადრეს. ქალაქის მერი ყავს ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ დაამტკიცა სხვათა შორის თბილისის მთავრობა იმ ფონზე, როდესაც არბევდნენ დელისთან გარე მოვაჭრეებს და ეს პრობლემა რაღაც მათთვის არ აღმოჩნდა არანაირ დღეს ჩვენ დიახაც ერთი წუთით აი ხო გვაქვს ერთი წუთით აი ნახოთ პარალელურად რა ხდება ანუ რეალურ საქართველოში ამავე დროს გარდა იმისა რომ ტყვეები ყავთ აყვანილი რა ხდება ხო 96 წლის შემდეგ რაც ლარი მიმოქცევაში შემოვიდა ხო აი დეკემბრის თვეში იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინფლაციის ყველაზე უკანასკნელი ამ წელიწადია 25 წლის განმავლობაში დეკემბრის თვეში ყველაზე მაღალი უკვე არის ყველაზე მაღალი გარდა პირველი წლისა 96 წლისა და დეკემბრის თვეში ყველა პროგნოზით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება ეს რას ნიშნავს ხო ეს ნიშნავს რომ ფასები მართლაც ასტრონომიული სისწრაფით საში ვარდება და იცით რა არის ყველაზე ტრაგიკული
ის რომ მილიარდერის ხელისუფლების პირობებში ხდება, გასაგებია, მაგრამ 800,000 პენსიონერისთვის ორჯერ უფრო მაღალია ინფლაცია, ვიდრე ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებლები, იმიტომ რომ პენსიონერები ძირითადად თავიანთ შემოსავალს ხარჯავენ იმ პროდუქტებზე, რომელსაც უკვე ცეცხლი უკიდია და ყველაზე მეტად განიცადა. და რომელიც ყველაზე მეტად ზირდა. მოდით, ეხლა შევიგება და საკრებულოებზე უნდა კითხო, უნდა მოვასწრო რეკლამამდე. ამ ყოველფრის ფონზე ხა სრულილებები არ იქნება გარდაუვალი, ამას ჭირდება სრული კონსოლიდაცია საზოგადოებისა და გარკვეული პერიოდი, ამას ყოველდღიური ერენე საუბრობდა, ყოველდღიური მუშაობა ჭირდება. საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ცვლილებები იმიტომ კი არ გვინდა, ანის სრულად პროპორციული არჩევნები იმიტომ კი არ გვინდა, ყოველდღურად რომ კონკრეტული გუნდი მოვიდეს ხელისუფლებაში, არა, თითოეული ადამიანი უნდა გახდეს თანამონაწილე ამ პროცესისა და გახდება კიდევაც. კარგი, შენ რას გულისხმობ შერიგებაში და შენ როგორ ხედავ აი ამ თემას? როგორც ასეთი მომწონს, მაგრამ ეხა ობიექტური ხომ უნდა ვიყო. ეხა ამის წინაპირობები უნდა არსებობდეს ხელისუფლების მხრიდან იოტის ოდენა მაინც და შიდა პოლიტიკური დაპირისპირების, შერბილების, მცდელობასაც მაინც უნდა ჰქონდეს ადგილი და როდესაც პირიქით აქ ამ ყველაფერს ადგილი, ან პირიქით პროცესებს ვადევნებ თვალყურს, ჩემის აზრით ასეთ დროს უბრალოდ ჩვენ წარმოჩინდებით ოპოზიცია, რაც არ არის ურიგო საზოგადოება, რომელსაც გულით უნდა ამ პროცესის ასე თქვა პარეწერიდან დაძვრა, მაგრამ მანამ სანამ სახელმწიფოს მიმტაცებელი ოლიგარქატი არის მართვის სადავებთან, ეს არის შეუძლებელი. ეს რომ მართლა არ შემიძლია, თორე მივესალმები ყველა ამ იდეის ავტორს, მართლაც ეთიშობილურია, უნდა დასრულდეს ციყვი ბორბალში პროცესი და გამარჯვებული დამარცხებულს არ უნდა მისდევდეს დასაჭერად. და ბოლო კითხვა არ შეიძლება ესეც რომ არ კითხო საკრებულოებთან დაკავშირებით 6 მუნიციპალიტეტში და ვერ მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, ვერ მოხერხდა, რას გეგმავთ, რას აპირებთ აი ამასთან დაკავშირებით? ესეც არის მუდმივი რაღაცა ჭიდილისა და ასე ვთქვათ, ესეც ძალიან დიდი კრიზისული თემაა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ხა ჩვენ გვაქვს წალენჯი ხა ზუგდიდი სენაკი, ბათუმი, ცხოროწყუ და რუსთავი, ну ბათუმის სასახელი ცოტა სხვა ვითარებაა, რა თქმა უნდა, იქ სადაც ოპოზიცია არის უმრავლესობაში, ну ბათუმში იცით რაც მოხდა და უბრალოდ 17-17-მდე დაიყვანეს, მაგრამ აი ამ 5 მუნიციპალიტეტში ოპოზიცია არის უმრავლესობაში. უმრავლესობა მანდატებისა აქვს ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დამოუკიდებოდ დაერჩიოს თავმჯდომარე საკრებულოს და მათ შორის ზუგდიდშიც იცით რა მოხდა, უბრალოდ პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი მეორე ტურში დამარცხებულად გამოაცხადეს. ამიტომ ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ასე ვთქვათ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, ხო, ბატონ გახარიას პარტიის განცხადება, თითქოს ისინი ითხოვენ და მოუწოდებენ, ანუ ხარებს, იგულისხმება ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, რომ ხარი მათ დაუჭიროთ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად. იცით რა არის? მაგალითად, აი წალენჯი ხა ზუგდიდი, რუსთავი, ცხოროწყუ, სენაკი, რა გავსვი, ამას ვამბობ, სენაკი, ხო? იქ, ეხლა ჩვენ ერთმანეთი მოგწონს, არ მოგწონს, საერთოდ რამე გვაქვს, საერთოდ თუ არ გვაქვს, ჩვენ და გახარიას პარტიის მე ვფიქრობ, არაფერი საერთოდ არ გვაქვს და არაფერი არც გვექნება, მაგრამ მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში და არა მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას. მიანიჭა ოპოზიციას იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ როგორც მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს, კორუფციული სქემები აღარ ხლართოს და ეს არის დაკვეთა. ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მისაღებია, რომ იყოს, კი ბატონო, შემხედი წინადადებით შევხვდეთ მათ, იყვნენ ისინი საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მათ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს ძალიან კარგად საკრებულო როგორც ასეთი, თავისი მთლიანი შემადგენლობით გულისხმობ პოზიციებს, ხომ? იყოს დაკავებული პოზიციები ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მიერ, ანუ დეპუტატების მიერ, იმიტომ რომ იქ სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი,
და ხმათა უმრავლესობით არის ოპოზიცია შიგნით წარმოდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიციას და არა თანამდებობა. ჩვენ თანამდებობა არ ვჭირდება იმისათვის, რომ ვიღაცას თბილის ავარძელი ქონდეს ან მანქანა პოზიცია ვჭირდება სხვადასხვა კომისიებში, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო პოზიცია უნდა იკავოს ოპოზიციონერს. რატომ? იმიტომ რომ ასე ჩათვალა ამ ქალაქებში მაცხოვრება ადამიანებმა, რომ ქართულმა ოცნებამ უბრალოდ ფული აღარ მოიპაროს და აღარ მივცეთ შესაძლებლობა ფულის მოპარვისა, როგორც მინიმუმ. და მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ყველა ის პოზიტიური პროგრამა და პროგრამის ასე თქვათ ნაწილები შევაჯეროთ, რომელიც ჰქონდა ჩვენ ოპოზიციური პარტიებს და უპასუხოთ საზოგადოების საჭიროებას. ეს ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც საკრებულო დაკომპლექტება ოპოზიციური პარტიების წარმოადგენლების მიერ. ამიტომ ჩემთვის პირადად მიუღებელია იყოს საკრებულოს თავმჯდომარე დიახაც ოპოზიციონერი და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავე დროს ქართული ოცნების წარმომადგენელი ასევე დავასახელოთ სხვადასხვა პოზიციებში. ეს არ არის ის თანახმახართ იმ წინადადებაზე, რაც გახარიას გუნდმა გააჟღერა, რომ მათ დაუჭიროს ოპოზიციამ მხარი საკრებულოს თავმჯდომარეობაზე, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავონ ოპოზიციონერებმა. გავიგე, მადლობა. წალენჯიხაში, რუსთავში, სენაკში, ჩხოროწყუში, აი ამ 5 მუნიციპალიტეტში ოპოზიცია თუ კი იკრიბება და თან ხდება, რომ საკრებულოს თავმჯდომარე უნდა იყოს კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, ვინაიდან ჩიხურია, ვითარება და დრო არ ითმეს, კი ბატონო, შევთანხმდეთ, მაგრამ იმაზეც უნდა შევთანხმდეთ, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში საკრებულო ასევე მთლიანად იქნება დაკომპლექტებული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიერ და ძირითადად რატომ და რისთვის ახსენი ორი მიზეზი აქვს, რომ ერთი ფული არ მოვაპარინოთ, რასაც აკეთებენ წლების განმავლობაში საკრებულოში ეს ბერკეტები არსებობს და მეორე პოზიტიური პროგრამების განხორციელება, მათ შორის სოციალური მოხდეს. როგორ შეიძლება ეხლა ზუგდიდის მერიაში ეხლა 3000 თანამშრომელი მუშაობდეს, ხახტო. აი ეხლა 3000 თანამშრომელი მუშაობს და ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება, რომ უმრავლესობა არ დაკომპლექტდეს. ეხლა ზუგდიდში, იმიტომ რომ ზუგდიდში როდესაც ოპოზიციური უმრავლესობა გარდაიქმნება საკრებულოს, ასე თქვათ, მართლობაში, იქ რევიზიას მოახდენენ და მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა ნებისმიერმა ზუგდიდომ ისე გაიგოსო, თუ ის არის ქართული ოცნების ხარდაჭერი და არის კვალიფიციური დატოვების სამსახურში. არავითარ შემთხვევაში პირველი მოწინააღმდეგე ვიქნები, მაგრამ ის ადამიანები, ასობით ასეთი ადამიანი, ეს ხო რეალურად პარტიული სტრუქტურები აქვს იქ შექმნილი ციფრებში და ეფებში. უნდა გათავისუფლდნენ იმ პოზიციებისგან. ამას ჭირდება კონსენსუსი ოპოზიციისა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან დიდი მადლობა. რუსთავში და წალენჯიხაში ეხლა 800 თანამშრომელი წალენჯიხის მერიაში რა უნდა ხალხო 800 თანამშრომელი და ვინ არის 800 თანამშრომელი დიდი ნაწილი არის არაკომპეტენტური არაკვალიფიციური სამსახურშიც რომ არ დადის ისეთი ადამიანი ბევრი ვინც დადის მუშაობს რომ ვინს ეკითხება ვინ რომელი პოლიტიკური წამსისა აი ეს პრობლემები რომ სწრაფად გადაწყვეს მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიოს ნაციონალურ მოძრაობას აწეხება ჩვენ მზად ვართ რომ შევხვდეთ ნაბიჯი გადავდგეთ მადლობა დიდი ძალიან ნიკა მელიას ნიკას ვემშვიდობები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ესეთი რამ პირველად ითქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისგან ყველაზე დიდი ოპოზიციური თავმჯდომარისგან რომელთაც აქვთ უმრავლესობა პარტიის თავმჯდომარისგან რომელთაც აქვთ უმრავლესობა არაერთ საკრებულოში და შეთავაზება გახარიას გუნდისგან მათთვის მისაღებია გარკვეული დათქმით ამის შესახებ რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მსჯელობა საუბარია იმაზე რომ გახარიას გუნდმა შესთავაზა როგორც იცით რომ ჩვენ დაგვიჭიროს ოპოზიცია მხარი ვიქნებით საკრებულოს თავმჯდომარეებად წარმოდგენილი ოღონდ ამ შემთხვევაში ნიკა მელია ამბობს რომ ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე უნდა იყოს აუცილებლად წარმოდგენილი ოპოზიციის წარმომადგენელი